საქართველოს ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ჩატარდება. 25 ოქტომბერს დაგეგმულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მაშინ მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპორტსმენები 25 ქვეყნიდან. გამარჯვებული სპორტსმენებისთვის განსაზღვრულია საპრიზო თანხების გადაცემა შემდეგი ოდენობით. პირველი ადგილი $20,000, მეორე ადგილი $10,000, მესამე ადგილი კი $5,000. ჩემპიონატი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. შეიძლება ვიღებ ხოლმე მონაწილეობას ქართულ ჭიდაობაზე, როცა დრო მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სპორტის სახეობა მაინც სხვა არის და ძიუდოისტი ვარ. ისტორიული ფაქტიც იქნება, რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება და რა თქმა უნდა, შინაგანაც ძალიან მინდა რომ პირველი ვიყო, მონდომებული ვარ და ამისთვის თავს არ დავზოგავ. ძალიან ბევრი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ ძალიან დაძაბული ქართული ჭიდაობის ტურნირის მასპინძლობა მსოფლიო ჩემპიონატი და ქართულ ჭიდაობაში არის განსაკუთრებული მოვლენა და რა თქმა უნდა განსხვავებულია ჩვენთვის ის პასუხისგებლობა, რაც ამ ტურნირის მასპინძლობას და ორგანიზებასთან უკავშირდება და შესაბამისად ყველაფერს გააკეთებს ფონდი იმისთვის, რომ ეს ტურნირი იყოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ დონეზე ორგანიზებული. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ჭიდაობები. როგორც ქართული ჭიდაობა, ისე არის ყაზახური, უზბეკური, იაპონური, რა ვიცი. სხვადასხვა აი მათში რჩეული ფალავნები სხვადასხვა ჭიდაობის სახეობიდან ჩამოდიან და ჭიდაობენ ქართულ ჭიდაობას. ეს დიდი პატივია ქართული ჭიდაობისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის, საქართველოსთვის და მათთვისაც, რომ ქართულს იჭიდავებენ. საკალათბურთო ევროლიგაზე გამართული 6